4 წელი და 6 თვე ასეთია პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, ანრი კვარაცხელიას განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიან მსხდობის დაწყებიდან 10 წუთში გამოაცხადა. მოსამართლემ სანამ გამოაცხადებდა განაჩენს, სცადა ფაქტობრივად რაღაც კუთხით რაღაც გავლენა მოეხდინა, წინასწარ თითქოს მოემზადებინა დარბაზი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ ღებულობდა ამ გადაწყვეტილებას, თითქოს აღნიშნა რომ საქმე იყო მეტად რთული, თითქოს აღნიშნა რომ გაანალიზა ძალიან ბევრი დაცვის ხარის მიერ დასმული საკითხი, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნა ის, რასაც ამდენი ხანი, ამდენი თვეა ველოდით, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩემთვის წარმოუდგენელია მოსამართლე რას დაეყრდნო. აქ ერთადერთი გზა რის საფუძველზეც მოსამართლეს მიმაჩნია რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოეტანა იყო გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა. სხვა მოსამართლეს ფაქტობრივად ხელში არაფერი არ აქვს და სხვა ექსპერტიზის დასკვნის და ეს ექსპერტიზა არ არის კერძო ბიურო, რომელიმე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არსებობს საქმეში, სამხარაული, სადაც დასტურდება რომ პირი რომელზეც ბრალდების ხარი ამბობს რომ არის ანზორ კვარაცხელია, საერთოდ ის კადრი საიდენტიფიკაციოდ არის უარგისი. შესაბამისად მოსამართლეს იმ პირობებში, როცა არც ერთი პირდაპირი და არც ერთი ირიბი მტკიცებულება არ აქვს, არანაირი საშუალება და გზა არ ქონდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ვიდრე განაჩენი გამოცხადდებოდა, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. დიდი მადლობა რომ ჩემ საქმეებზე დადიხართ. რამდენი წელიც არ უნდა მომისაჯოთ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. ჩემი საქმე არის შეკერილი. ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო რას მე დავებიან და რის გამო. გმადლობთ ჩემ გვერდით რომ ხართ. ერთ რამეს გეტყვით. დედიკოს მიმიხედეთ, რადგან ემიგრანტი მყავს. როცა ჩამოვა დიდი სიყვარულით მომიკითხეთ. კარგად იყავით, ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. ჯვებე ნაჭყებიას საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს ეზოს გარეთ მოძრაობა 300 ქალის პროტესტი მოჰყვა. მოძრაობის წევრების თქმით, აქციის მონაწილეთა საქმეების გამო ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ვიცით რომ ამდენი 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს და ყოველ კვირაში მოხდება მათთვის განაჩენის გამოტანა და თქვა პირველზე ჯერზე უფრო მეტად განვიცადეთ და მეორეზე და მესამეზე აღარ განვიცადეთ, ეს არ არის. ანუ ეს არ არის ნორმალური, თითოეული ადამიანი რომელიც ციხეში ზის და თან უსამართლოდ არაფრის გამო და ფაქტობრივად ქვეყნის სიყვარულისთვის ამდენი თვეების მანძილზე არის დატყვევებული და წყლობით ციხეს უსჯიან, ეს არ არის ნორმალური და ჩვენ ამას არ შევეგებთ და ჩვენ ხედავთ უსამართლოს სასამართლოს და ყოველთვის დავინახავთ და არასდროს შევეგუებით ამას. საქართველოს პროკურატურა ანრი კვარაცხელიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და მათთვის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბრალდებული თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ისროლა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი. მას ბრალდება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტი წარედგინა, რაც სასჯელის სახით დაზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენენ ბრალდებაში და სასჯელის სახით დაზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანრი კვარაცხელიას უფლებადამცველი აპირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.